ცნობილი არც პარტიის სახელი და არც მის გვერდით მყოფი ადამიანების ვინაობაა. საზოგადოებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია თებერვლის შუა რიცხვებში იგეგმება. მანამდე კი პრესასთან ჯერ არ შემდგარი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი ნიკა ივანიშვილი ჩნდება. ნიკოლეკიშვილის მრჩეველი და კახა თარგამაძის პერიოდში საგზაო პოლიციის უფროსი, შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი მერობისთვის ემზადება. All პრობლემა ერთი, რასაც მე ჩემ თავზე ვიგზავნე და ჩემ მეგობრებს, ეს არის ადამიანების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის თავი, ღერძი იმისა, რაზეც ჩვენ მოვდივართ რა. ოპოზიციის ნაწილი მერობის ახალ კანდიდატ ჯერ ხალხისთვის თავის გაცნობას ურჩევს. ნაწილი კი მის შესახებ ინფორმაციას საერთოდ აქვს. პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს გამოჩენილ ადამიანს ყველაზე ახლოს ბიზნესმენი და მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გოგი თოფაძე იცნობს. აი ივანიშვილის გვარი პირველად გავიგამ რამდენიმე დღის წინ. პრობლემაზე მის შანსებზეც ეს მეტყველებს. ადამიანს აქვს ძალიან გასაგები ჩანაფიქრება, მან გამოიყენოს ეს არჩევნები იმისათვის, რომ ის უცნობადი გახდეს მისი პროგრამები, იდეები გაიგოს ხალხმა. მე ვფიქრობ, რომ აი შეიძლება ამისთვის ძალიან ახლოს არის ხაზგასმება. კეთილი არაფერი არ შეიძლება, მაგრამ პროცესი თავისუფლებას განათავისუფლება. და მიზეზი რა იყო გათავისუფლების? მიზეზი იყო ის, რომ საგზაო პოლიციაში შეფასება როგორი ნიკა ივანიშვილს დღეს წარმატებები თბილისის ამჟამინდელმა მერმა უსულა. თავის მხრივ სურვილებს ქალაქის პირველის მისამართით არც ყოფილი პოლიციელი იშურებს. მე ტელევიზიით ვცნობ ამ ადამიანს და ყველას წარმატებას ვუსურვებ. ყველა ეს ადამიანები, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი კოლეგები, რომლებიც ამას ფიქრობენ, ალბათ მათი ცნობადობაც დაბალი იყო, როცა მათ პოლიტიკური რაღაც ნაბიჯების გააგმა დაიწყეს. შესაძლოა ახლოეს მომავალში ნიკა ივანიშვილის გვერდით ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც ქართული პოლიტიკიდან კარგად იცნობენ.